ჩემი შვილის პატარა უმცროსი ქალიშვილის თითქმის ყველა დილა იწყება ასე, აუ იცი რა ჩამესიზმრა და გვიყვება რაღაც სიზმარს, რომელიც ხშირ შემთხვევაში ცოტა ალოგიკურია, როგორც ალბათ ყველა სიზმარი. ბავშვის განვითარებაზე რა გავლენას ახდენს სიზმარი? ბავშვს ახსოვს ეს ყველაფერი უკეთესად, ვიდრე მოზრდილებს, რომელსაც ბევრი გვერდითი მომენტი გვიხდება გავთვალისწინოთ ხოლმე ჩვენი რაღაც მეხსიერების და ფორმირების პროცესი. საერთოდ სიზმარი არის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო ფენომენი ადამიანის ფსიქიკური ფუნქციონირების და ბევრი სხვადასხვა თეორია მაგასთან დაკავშირებით უბრალოდ არ მინდა რომ რაღაც მეცნიერულ თემებში წავიდე. ეს ყველაფერი ბავშვს უვითარებს ბევრ უნარს, მაგალითად ხატოვანი აზროვნების, მაგალითად აბსტრაქციის, მაგალითად წარმოდგენის. ეს მოცემულობები ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ რამდენიმე ძალიან კაფიო სიზმარი, რაც ჩემ ბავშვობაში მინახავს, მახსოვს ახლაც. ხშირად მიფიქრია, რომ შეიძლება ეს არ მახსოვს და შეიძლება ახლა დამნე სიზმრა. მაგრამ ერთშენიერ დღეს როცა ასე ვიფიქრე, ავდექი და ეს სიზმარი ჩავწერე. ანუ აღვწერე, ასე ვთქვათ და მე ყოველთვის როცა მიჩნდება, რომ ეს მართლა ნახე თუ არა, აი ამ ჩანაწერს ვათვალიერებ. ხო, ეს ძალიან ისეთი მოცემულობაა, ძალიან კარგია და საინტერესოა. დაენახონ ბავშვებმა ბევრი საინტერესო და ლამაზი სიზმარი.